პირველ რიგში არის რა გამორკვეულად არის ქვედანაყოფები ყალიბდება. ესე იგი ეს არის საჩხერე თელავის ბატალიონი, ეგრეთ წოდებული კომანდო და ესეთი ქვედანაყოფები არ გულისხმობს ეს დანიშნულების ქვედანაყოფებს, რომლებიც იქმნება, ყალიბდება და ანუ პრიორიტეტების მიხედვით ისინი ესე იგი ფორმებს იღებენ, იარაღებს იღებენ. აუცილებელია მოდი ხაზი გავუსვათ რას რომ ანუ ჩვენ საზოგადოებაში ან ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ახალი არის ის რომ საკონტრაქტო სამსახური შემოდის. ანუ საკონტრაქტო სამსახური ამ შემთხვევაში რას ნიშნავს რომ ჯარისკაცები თუ მიდიოდნენ სავალდებულო სამსახურში და იქ იხდიდნენ ასე მათ მოვალეობას ქვეყნის სამშობლოს წინაშე აქაც იგივე ესე რომ ვთქვათ мотивაციით შემართებით მიდიან მოტივით ოღონდ აქ ხდება უკვე ეს არის შენი პროფესია. ანუ აქ იღებ განათლებას, აქ აწერ კონტრაქტს ხელს, სადაც არის შესაბამისი პირობები, გეძრევა ხელფასი და შენი წვრთნა არის დაფინანსებული უფრო მეტად, ვიდრე მანამდე უბრალოდ აი სავალდებულოს მოტივებზე არ არის. ანუ უფრო მეტად სერიოზულია და ანუ შენ რასაც ამბობ ხა 2003, 2004, 2005-ში უფრო, აი 5-ში უფრო ჩნდება უკვე იწყება ეს ლოჯისტიკური ამშენებლობა, ბუმი, ხო? ანუ პირველი ბაზა მე თუ არ ვწდები ხა ესეთი მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ვიყავით, მაგიტო და გავუსვა ხაზი იყო სენაკში მეორე ბრიგადის ქვეითი ბრიგადის ბაზა, რომელიც აშენდა, ნუ ჩვენთვის წარმოუდგენ. მაგ პერიოდში როცა დაიწყო ამის შენება და ჩვენ ეს რენდერზე ხედავდით რაღაც სურათებით ჩანდა და ჩვენთვის აი წარმოუდგენელი იყო რა ეს ანუ იმდენად ახალი იყო ჩვენთვის და არ ვიჯერებდით რომ ეს შეიძლება ჩვენი საცხოვრებელი ესე რომ ვთქვათ ან სავარჯიშო ქვედანაყოფი ყოფილიყო. სადაც ქვედანაყოფი განთავსდებოდა. ესე იგი შემდეგ უკვე ამას მოყვა რა თქმა უნდა ეს აი ხშირად იყო ხოლმე განხილვა ჩვენ ერაყისთვის ემზადებოდით 2005 წელია წავედით ერაყში და ნუ იქ უკვე პირველად გვაქვს შეხება სხვა ქვეყნის ქვედანაყოფებთან, ესე უშუალო შეხება როგორც ბრძოლის ველზე და დაავლებებში, ასევე ვყურებთ ლოჯისტიკურად როგორ არის გამართული, ანუ მანქანები, ტყვია წამალი, ანუ თუნდაც ვარჯიში, თუნდაც ნებისმიერი რამ რაც დააკავშირებული იყო სამხედრო ოპერაციებთან.